კარგი ამბავი მაქვს შენთვის. ვა, აბა მითხარით, დათო ჩამოდის ხვალ. ვაიმე, კაცი არ გაციებულა, 40 ჯერ არ ყოფილა, ეს კიდე სახლიდან მოვდის კატო. მეზობლების სალაპარაკოთ უნდა გამხადო. დედა მამა გაიცანით, ეს არის იკა. გამარჯობა, კახა. ნაკია. თურქეთიდან რო ჩამოვალთ, გვინდა ფიქრობთ ერთად გადავიდეთ საცხოვრებლად. მაინც ვერ გავიგე. როგორ გამოგაგდეს სახლიდან? აი ესე, მითხრეს აქ აღარ გვჭირდებიო და გამომაგდეს. ვინა გოგო? ისო. ვაი, მაგან არ გაიხაროს, მაგანა ჩემი ოჯახის ესეთი დაქცევისთვის, მაგან არ გაიხაროს, მაგანა. ხალო რა. მაიცა შენ დააშავე რამე? არაფერი არ დამიშავებია, უბრალოდ აი ესე შემოვიდა და გამომაგდა. ვაი, მაგან არ გაიხაროს, მაგას დაეთხაროს ორივე თვალი, მაგან არ გაიხაროს, ეგ ამოწყდეს ეგ მშვენიერებს. ნუ იშლინერებსა. დედა ჩემი. ყვირილი არაფერს არ აკეთებს, ნუ იშლინერებს, გაჩერდი რა. დედა რა მეშველება, ვაი. მაგარითი აპირებთ აეროპორტში წასვლას. ტაქსი დედარეთი წავა. მე ხო არ დაგავიწყდები. ოღონდ ერთი გაკვეთილი გაგიცდება და მე თვითონ დავურეკავ მასწავლებლებს. მანამდე სამსახურში იქნები? ხო, დადომ კი მითხრა არ მოხვიდაო, მაგრამ მივალოთ ხამდე რა ვაკეთოთ, ან დროც მალე გავა. შენ რაღაც გიყედია. ბევრ ამას ნუ გააკეთებ, რასაც შეგიძლია. რა ბევრ ამას, მაკა, ქათამ შეუწავ დათოს ისე რომ უყვარს, კატლეტს გავაკეთებ, მხალს გავაკეთებ, რა ვიცი, მოენატრებოდა ვაჟბატონს. მადლობა რა და. კაი, ერთი რა მადლობას მიხდი. მე თუ დათო ესე მომენატრებოდა არ მეგონა. აკაკისაც უთხარი რა გამოიაროს. ხო, თუ ოცლება ვეთქო. მე ხო არაფერი წამოვიღო. არაფერი, ყველაფერი ვიყიდე. დაგვირანდა მალე. აბეთი. კაი, დედა. მაკა, ხო, ჩამოფრინდება თუ არა, ცოცხალს დაინახავ, დამირეკავ. ხო, კაი. ვაიმე დედა.
რა მობავა გენაცვალოს? ბაბა, აღარ წავალ მე იქ. კარგი, როგორც გინდა გენაცვალე. ეს რა არის? ფული არაც დარჩა. აღარ მჭირდება მე. მაშინ ასე ვქნათ. ეს ფული ჩემთან იქნება. და როცა დამჭირდება, იცოდი არ მოგერიდოს. კარგი. მიდი ახლა დაურიგე იმ ქალს. ხო, და უთხარი რომ ვერ მიდიხარ. კარგი. კარგი. ისინი სად არიან? ოთახში არიან. უნდა მოითათბირონ რა უნდა მექნენ. გამარჯობა ქალბატონო ნათელა. გამარჯობა, ხვალ ვაპირებდი შენთან დარეგვას. ზუსტად მაგაზე გირეკავთ. იცით, გადავიფიქრე წასვლა. რატო ხომ მშვიდობაა? კი, ყველაფერი კარგად არის. უბრალოდ აღარ გახდა საჭირო. იმედია კარგად ხარ. კი, კარგად ვარ. უბრალოდ ესე გადავწყვიტე. კარგი დაურეკავ ჩემს გოგოს და ვეტყვი რომ აღარ მიდიხარ. კარგი, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში რა. ნახვამდის. მე შენ ადგილზე მაინც ავიდოდი. კარგი. კარგად იყავი ბაბოდა. გაიქარიში. მობზადეთ. ოჰ, ბატონო იკა. დავზანდით. როგორ ხარ? რამ შეგაწუხათ? რა ხდება იცით? მე ხო აკადემიური ავიღე. ხო. ხო და ეხლა რომ ჩამოვალ, მინდა რომ გავაგრძელო. ძალიან კარგი გადაწყვიტე, ესე იგი სწავლის გაგრძელება, ხო? ხო რა. ხო, მაგრამ ეხლა შუა სასწავლო პერიოდია და ესე ვერ აღკარგენ. და რა ვქნა? არ ვიცი, რა მოგიფიქრო. არა, მომავალ წლამდე არაფერი არ გამოვა. ნუ მაქსიმუმ ლექციებზე დასწრების უფლება მოგცე. და შემდეგი წლიდან გააგრძელებ. ეს როგორ პროსტა უნდა ვიარო? ხო. აი ესე პროსტა უნდა იარო. წესებია და მე ვერ შევცვლი. ხო, მაგრამ რაღაცა მომიფიქრეთ რა ძალიან გთხოვთ, რა ძალიან მინდა რომ ვიარო. კარგი, რო ჩამოხვალ? მოდი. კარგი? კარგი. დიდი მადლობა. თქვენი იმედი მაგ. ჭკვიანად აბა. ლევან. მოდი. დაჯექი. რა ხდება ლევან, რა გჭირს? საცობები იყო და დამაგვიანდა. არა, დაგვიანებაზე არ გეუბნები. აბა? სამსახურში არ დადიხარ და საერთოდ რა ფორმაში ხარ? იცი რა, მე შენიდან ინოს ურთიერთობა არ მაინტერესებს, ის საერთოდ წავიდა სამსახურიდან. შენ როცა გინდა მოდიხარ, როცა გინდა მიდიხარ. ლევან, თუ ასე გააგრძელებ, ძალიან გული დამწყდება, მაგრამ შენი გაშვება მომიწევს სამსახურში. ვიცი, თინა, ვიცი რა, ვიცი. ხო და თუ იცი, გამოასწორე ეს ყველაფერი და საერთოდ ადამიანს დაემსგავსე. სახში მქონდა ეს დღეები რაღაც პრობლემები ხო გესმის რა? მესმის. ლევან, შენი გაშვება არ მინდა. კარგი. ლექცია მეწყობა და მეჩქარება წავალ, კაი? კარგი, წადე. და შენი იმედი მაქვს იცოდე. კარგი. ჩავდგები ფორმაში, პირობას გასწია. იმედია.
ვა, აქ ხარტო. ხო, ეხლა მოდი. ბიჭო, სეიფის გასაღებს ვეძებ და ვერ ვიყო. მაგ იქნება სად? სად ვეძებ? აი შეჩიმა. სად? აი ხო არ ხადა ოფიცი რამდენი ხანია ბიჭო ვეძებ? მე ნონასთან ჩავალ და ამოვალ რა. შენ ასე დავახარ? Čo teko უნდა მოვიდეს? ვიჩხუბეთ და. როდის მივასწრა? გუში. დრაზე. რაღაც სულელობაზე გამიჭედა რაღაცაზე. შენიგდებით რა. დღეს შევიგდებით, ნახე. შენიგდებით ზოობას არის არა. ჩავალ და ამოვალ. ვა, თეკო რა ხარ? კარგად. შენ როგორ ხარ? რა, კარგი, ჩავალ ამოვალ. სად ხარ დადო? აქ. ძალიან სასაცილოა. რა ხდება შეიძლება გავიგო? ძალიან ბევრი საქმე მქონდა და ვერ გნახულობდი რა. იმდენად ბევრი რომ ცოტა ხნითაც ვერ შეძლი ჩემი ნახვა, ხო? კაი, დღეს ხო გნახე რა, მოგივიდე. ხო, მე მოვედი თორე, ალბათ შენ საერთოდ არ გამოჩნდებოდი. კაი რა. ნახე. რა ნახე? ამით გინდა რომ მომისყიდო, ხო? ნახე, იქნება არ მოგწონს. ბევრი არ დაგილევია, ხო? არა, რავი, არ დავლი არ მიდოდა დათრობა. ის იმდენი ღვინო სულ ირაკლი მდალია, ფეხსა ვერ იდგა. აუ, ხო, რავი, რა ტვინი წაიღო რა. თან არც გაითიშა, როგორც ისის ხოლმე რო გაჩერებულია. მაგური. ხო. იქ რომ საათზე მიდიხარ ხოლმე სამსახურში. 10:09-ზე უნდა ვიყო. მედალიზე ერთად გავდივართ და არ მოგვიანდა. მაგრად იღლები, ხო? არა, ვიღლები როგორ არა, მაგრამ სახში ჯდომა უფრო დამღლელია. იმ ბინის ამბავიც ხომ მოგიყავი. ვიცი. ისეთი გახარებული ვარ. იცი რა მოულოდნელი იყო, ვაფშე ვერ წარმოვიდგენდი. ხო და ეხლა რაღაც უფრო ესე შემართებით და მონდომებული ვმუშაობ. შენი უფროსი ვინ არის? რავი, ბევრნი არიან. მეწილეები, მფლობელები, მაგრამ უშუალო უფროსი ერთი ქალია, დოდო ქვია. აუ, თავიდან სულ მეჩხუბებოდა. სახში ლეილა, სამსახურში დოდო. მაგრამ ეხლა ყველაფერი დაალაგდა. ისე ნელა რაღაც მოტეხილი მეჩვენა რომ ჩამოვედი. ხო. მაგრამ განიცადა, არა ალბათ ეს ამბავი. ხო, აბა. აგუშ. აუ, იქიცი რამდენ რამაზე ვფიქრობდი და რამდენი რამე ვიფიქრე. რაზე? რა, ყველაფერი ძალიან შემცვალა ვაფშე რა. ეხლა საერთოდ სხვანაირად უყურებ ყველაფერს. სხვანაირად როგორ? რა ვიცი, გონია რომ ყველაფერი იქნება კარგად რა. ყველაფერზე ვიფიქრე, საერთოდ ჩემზე, შენზე, ჩვენზე, ლეილაზე, ბავშვზე. რაღაცნაირად გონია რომ ყველაფერი მაგრად გამომივა რა. მაინც რა? ხრობა, მამობა, სიძეობა. რა ყველაფერი. ცოტა ხანი რო არაფერზე არ იფიქრო, არ გინდა? დედა ჭკვიანად ხო? კაი დედა, რატო ნერვიულო? პირველად ხო არ მივდივარ? დამირეკე ხოლმე. კი, მოგწერ ვაიბერში. კაი, სადაც გინდა იქ მოწერე.
აუ მა იკა იქნება და გავდე რა. ჩავალაგე ყველაფერი. კი, ყველაფერი ჩავალაგე. გამარჯობა. 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 ზათხარ? კი, ყავს დავლევ და წავიდეთ. არ გინდა შენ? არა, რა, მანქანა გველოდება ხოლმე. კაი, წავიდეთ მაშინ. როდის ჩამოდიოთ რა თქვით? ერთ კვირაში. რომელ საათზე ჩვენ დავხვდებით? აუ, დრო არ მახსოვს უბრალოდ. დედა არ გვინდა დახვედრა. შენ გაცილებაც არ გინდოდა. ხო და რა საჭიროა, ისე ძალიან ბევრი ხალხი იქნება აეროპორტში და რა. აი, ნუ ისხობთ. აგინა ნუ გინდა, ჩვენ დავშევთ აქ. რა დავგვირთ. მადლობა. ესენია, ხო? მოდი გავუსო. აბა, კარგად დაისვენეთ. გამირეკე. კი, აუცილებლად. კარგად. კაი, არეთ არა. ნაჯიკი შეხავს მეიქ. ჩავალაგეთ რა გინდა. დამინდა და ხო გახსოვს. როგორ გამართა სალი იმ დღეს. ბიჭო, ჩვენი ურთიერთობა კი ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასე ბავშვებით ხარ მოვიცეთ მართლა. ბავშვებით როგორ? და როგორ ახლა ერთმანეთს რო დაველაპარაკებით, ეს უცხოებით რო ვიქნებით. ვარ კიდეც. კარგი რა ახლა. რა გინდა კახა? რამინდა და სალის გამო ეს ჩვენ რაღაცები უნდა მოვითვინო და უნდა ვიმეგობროთ მეთქი. მართალი ხარ. უხერხულია სალისთანაც და იგასთანაც. კი, უხერხულია. თან ახლა ცალკე თუ გადავიდნენ, და აქ თუ გადმოვიდნენ საცხოვრებლად თუ. მოგწონს იკა. გაიგე. მე რა თავი სალის მოწონს. პატარები არიან. შენ ამ ხელა რა? მაგას ვამბობ ზუსტად. რას მართყულა შეჩი? რამაზად რო შევედი და რო დაუწყეთ ენაზე ბაზარზე რომ მივხვდი რომ ტიპი აზზე არ არის, არბეს გამოვყალიბდი კი რა. რა მოგარწყვეტ ახლა რა. ხარ რომ მივედი უბრალოდ რამდენჯერაც მივედი იმდენი ან საქმე გამოუჩნდა ან სადღაც იყო გასაწევი და ვეღარ ვთქვა. და გითქვა მე რატომ ნატყულა ბიჭო? არ ვიცი. მე მგონი რომ ეთქობი შენ არ მეთქვა და ამასთან მაგრა გამიხდა ბრატ. რატო რა მოიწონა? მაგრა ძალიან. ხან ეგრევე იმას გავა ბიჭო ყველაფერი. ბაბრო თემაზე რა უდრო დაუწყე ლაპარაკი რა უთხარი ესე თვითონაც რაღაც იდეები მომაწოდა ბიჭო რომ იკაი ეგრევე გაშიფრა მაგრა და მაგარი მოსგია რა ამაზე ხარ დაუწყე. ალო გიო სათხარ? გეხვეწები მადვერო კაფეა ხო იცი? აი მან დავართ გოგუები და ვერ ვაჩერებ ტაქს გარეთ ისე თავს ხმა და გთხო მოგვაკითხე რა. რა ხდება? მაგავდი რა. დრავილოსიდან მოთხოვს აშ გამიყვანო გავალ და მოვყავ. დავაი. ვილაპარაკე გიორგის და მოვალო მოგაკითხო. მართლა რა კარგია, თორე ამ წვიმაში ტაქსის გაჩერება წარმოუდგენელია. არა, ნუ ახლა დღეს დავიშვავს. და არა უშოს მე გაგიყვან. არა, საყვარელი. შენ როგორ შეგაწყვეტ? მოვა გიორგი, არ არის პრობლემა. ძალიან მომეწონა სპექტაკლი. მართლა? აი ძალიან. ჩემი კომპლიმენტები გადაეცი შენ მეგობარს. ე, ნამდვილად. აუცილებლად გადავცემ. იცი რა მაინტერესებს? აი ქმრის როლში ვინც არის მთავარ როლში? ის ხო ბექანეკიშვილია. კი, ბექა. ეგ ვინა ვერ ვეცადე. აი თეატრის მსახიობია, შეიძლება ჩაის რეკლამიდან გაიხსენოთ. უი, ხო, და საერთოდ რო არ გავდა. მაგაზე ხა ისეთი ჯორები დადის, რომ შეიძლება მართლა? მაგას ხო ცოლი ყავს? უკვე აღარ. არა. რა მოხდა? მაგის ცოლი თუ მსახიობი იყო. მე თქვენ რამდენი? მოიწერეთ რუსუდან ერთი წუთი მოყავი მე. მოკლედ ბექა რო ამ როლზე დაამტკიცეს, ეს ცოლი გაშორდა. იმ გოგოს გამო მთავარ როლში ვინც არის? ნუ ეგ არ იცის, თვითონაც ბექამ არ იცის, ვიზე ეჭვიანობდა ეს გოგო. უბრალოდ აი ესე ეჭვიანობის ნიადაგზე დაშორდა.
მე რა ცუდია? და ეხლა შერიგდნენ? ეხლა საშორებულები არიან. კამერას არ გაიგე. მან თუ ეგეთი ამბებია საერთოდ. არა, მესმის რაღაცა რეალური მიზეზი კონდეს, მაგრამ ეს როლის გამო დაშოვდე? მოუდგენელი. არ მოუდგენელია რა. მე ძალიან მომეწონა მხატვრობა. მეც ძალიან აი ხაპარი. არა ჩვეულებრივია. თუმცა თეატრის მხატვრის დადგმული არ არის. ხო? ერთი ახალგაზრდა ბიჭია, ძალიან ნიჭიერი. და სტუდენტია მგონი და იმან დადგა. ხოჭა? ხოჭა. ალო. ისტორი მიგებს. ალო. რა გინოშა? რა გადაღება ხა წვიმა რა შუაშია ვაშა. კარგი გამოვალ კარგი. მე უნდა გავიდე. რატო? წვიმის ენა გადასაღები და მე უნდა გადამეღო, უნდა მივასწრო. კაი, ჩემო საყვარელო, ძალიან გამეხარდა შენი გაცნობა. მეც ძალიან მართლა. კარგად. კარგად. არა უშავს ზუსტად მე შეახვედრე. ისე მართლა ძალიან კაი გოგოა. ხო, აბა რა აჯობი ეხა იმდეას. გუშინ მაგარი საღამო იყო. არა, საღამო ყავდა რა, ამაზე უნიჭა მოვიდა. მოდი. სუკა. ვა, ცაცია? როგორ ხარ? რავი, კარგად ვარ, საქმეები. შენ? მეც მასე. დაჯექი. მეგობა. ყავა, ჩაი დამხო. არაფერი არ მინდა, მეგობა. რაღაც მინდა გთხოვო. მოკლედ, ძალიან კაი იდეა მაქვს და შენ დახმარება მჭირდება. გისმენ. მოკლედ, დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა კომპანიაზე. ანუ ჩვენზე. არა, უფრო ძირითად კომპანიაზე, მაგრამ თქვენ სიგულისხმებით თავისთავად. ანუ რა უნდა გადაიღო? მოკლედ, კომპანიის საქმიანობა ერთად მინდა გავაერთიანო. და ძირითადად მინდა რამაზის ჰესების როლი დავაფიქსირო ქვეყნის ენერგოსისტემაში. საინტერესოა. ხო, და თან კომპანიის PR-ია. ხო, და ანუ მე რა უნდა გავაკეთო ზუსტად მითხარი და შენ ხო უფრო დიდი ხანია რაც აქ მუშაობ და თან ყველას იცნობ. კი, ანუ როგორც მეტყვი, რაც მეტყვი ისე ვიზამ. ძალიან კაი, დიდი მადლობა. არაფერს რა მადლობა. მოკლედ დავხვეწავ მე უფრო ამ იდეას და მე შევხვდეთ ერთად. კარგი, ეგრე ვქნათ. კაი. ხო დაგველია. დღეს. რა ვიცი, მე მოვჭი მუშაობას და თუ შენ საქმე არ გაქვს. არა, მეც არა, არაფერი საქმე არ მაქვს. რა, წავიდეთ. წავიდეთ. მოდი. წავიდეთ. გაჭირდა ისე ლევანს არა? აუ ბაზარი არა და ვერ წარმოვიდგენდი ეგრეც უნახავდი და. მე მგონი არა რაღაც პრობლემები აქვს მოლა. აი და თუ რა ერთხელ. ძალიან ბევრი ორ გვინახავს და ეგრე არ ყოფილა და. ისე შეგეც მართალია რა. მოდი ვაფშე გავიმოწოს რა. აგვიმოწოს. აუ არ დაიხალეთ დაგვით. აუი არ დაუთრაუარ ჩეხიზები. კეთო. ბიჭო, ხوار უნდა გავყოლოთ და. ბიჭო, არა, მგონია ხმა კაცებთან ერთად იყო რა, აუია. რავი, ხوار ტეხავდათ ხო რა. არა, მე ვჭიქრე. პოლიციაში აგვინდოდა. მართალი ხარ. მაგრამ თქვათ ხო ეგლექტორი. ისი რა მაგარი ტიპია, просто ვერ წარმოვიდგენდი ეგრეც უნახავდი მართლა. რა მოხდა მე? იმედია გამოუშვებენ რა, მე მაგაზე უნერვიულობ. როგორ არ გამოუშვებენ, ეხა ერთი ხელი საქმეებისთვის არ მგონია რომ დატოვო. არა. გამოუშვებენ მოჭა. ისე მაშო მაგრა ინერვიულა რა. აკო დადერა ეს არაყი. აუ, ის რა ქვია? სალომე კაც რა მაშო რა შუაში მაშო. არა. კაი ხო რა. ხვალ ვერ გავდგები რა, ეხლა და.
ნუ ეგეც არის. შენიც. შენ ხო დალევ ჩემთან ერთად? არა, მე უნდა გავიდე. აუ გავიდეთ მაშინ. არა, თქვენი ყავით, მე გავა. კარგად ბავშვებო. დროებით საუბრობ. კარგად. რა გჭირს? სვაკორას გამოდებილდები ხოლმე ვერ გავიგე. აი წამოვცდა რა გავაკეთო. წამოგცოდე. აი არაფერი. ამო ჩვენს გავიდეთ. რა დავიხარ? აი ბაზარი არა. ავიდეთ მაშინ. ანგარიში რომ მოგვიდა რა ვთქვა. და ირეში ჩემ. აბი დადო. ბიჭო, როგორი პირობები იყო დო? აუ პირობები რა შენ. ციხე-ციხეა რა. აქაურციხე ჯობდა იასნა, მაგრამ რა ვოთ კედელში ხარ, აი იქაც გამოკეტილი და თან ყვაზე არავის ენა არ გესმის. აქედან მე ვერ ვაგებინებდი, იქიდან ისინი მე ვერ მაგებინებდნენ შეჭა. და ვიყავით ეგრე. არა, ბოლოს კი მოვიხოდე რა. რაღაცას ვაგებინებდი, ისინს რაღაცას მეუბნებოდი, მაგრამ თავიდან კაროჩე კინაღამ გავრეკე რა. თამთელი ყურადღება აქეთ მქონდა მაინც ამ საქმეზე რა, ამ ამბავზე და კაროჩე რა, ცუდღეში ვიყავი რა მაგათ რა. აუ, შენ რა პონჩი ყოფილ ხარ დო? ბიჭო, აქაც მაგრა პანიკობდნენ და ნერვიულობდნენ. აქ ვიყავი ყოველ დღე იცი რა ხდებოდა ჩე. აროჩი რა. აუ ვიცი რა რო აქ იყავი, ვიცი ეგ ამბები და ძმახარ რა კაროჩე. აი, ბიჭო, რა დაუჩი. არჩი ასე ხარ დღეს ჩამოგდო მაგ დედა მოტყუნას. აბა მაგის დედა შევეცი, ბიჭო. უჭველი უნდა დავადგე რა. ბიჭო, იასნია, მაგრამ ჯერ არა რა. უსლოვნით ხარ ბიჭო, ხო არ გადაობ, მაგის თავი გაგძბობ ბაზარი. შენ ხო იცი რომ მე მაგ ამბავს არავის არ შევარჩენ რა. ბიჭო, ბაზარი არ არის, იასნია რა, მაგრამ მაგის გამო კიდე შარი დაამბავი ბიჭო, უსლოვნის მიხედე რა ძმო ბაზგაფიცებ რა. ო ვიცი რა და ეს პირობითიც როდის გამივა რა გარჩე რა. გადაო ბიჭო. არჩე რა თან მაგრამ მენატრებოდნენ ესენი რა იდოქში რა, ძალიან მენატრებოდნენ და არ გაგიჟებული ვიყავ. ვაფშე თუ დავბრუნდებოდი არ მეგონა შეჩემა ბოლოს ისე ვიყავი რა. აი გადაო ბიჭო რა არ დაბრუნდებოდი დო. შენ მომისმინე. ფულზე არ ყოფილა ხო არა? არა ვაფშე სიმო რა ფულზე დო. ის აკაკილო არის ხო ის ადვოკატი რა. ის გაიჩითა და მაგარ დამიწყო რომ ვაფშე არაფერი არ ქნაო ძმაო და თხილად იყავი და რაღაცეებში. შენ პონჩი რა. რა პონჩი? ვაფშე ვერაფერი. ბიჭო რა პონჩი დო. შენ პონჩი რა, რომ მე იმას შესასარგებლოდ მიეცა სასამართლოზე ჩვენება რა. არა ხო, ბაზარი არ არის. კაროჩე რა. უნდა ვნახო და დედას მოუტყნავ რა იდო. ბიჭო, ბაზარი არაა, მაგრამ ჯერ არა ძმაო რა. ეს უსლოვნი და მთელი ამბავი, მაგის თავი გაკ ხო არ გადაო. აი, ჩვენ გავგემარჯოს. აბა რა, ისევ შენ ჩამოსვლას გაუმარჯოს, ბრატ, ენაცო. მართლა ძალიან არა, მერც მართლა ძალიან მიყვარს. აუ მე
მოგონი ძალიან გიხდება, ხო? მაგაო, გუშინაც ხო გითხარია, რა გელაპარაკე რა. მე ამ საქმეს ახლა რა დღეშიც ვარ, ესე ნახდათ არ დავტოვებ რა. ლევან, საბა ჩემთან დარჩება. რა? ხო, ჩემთან დარჩება. არ ახალებ ახლა ისეთ მდგომარეობაში, რომ ბავშვს მიხედო. ერთი რას ნიშნავს არა ვარ ისეთ მდგომარეობაში, რომ ბავშვს მივხედო? აბა, რა ხდება მითხარით რაღაც იდეები გქონიათ? ია, ეთათიას აქ ძალიან კაი იდეა. ბატონ რომას, დოკუმენტური ფილმის გადაღება მინდა თქვენს კომპანიას, ზოგადად თქვენს ბიზნესზე. შენ ბახას ნახო ეგეთი ადვილი გონია შეჩემა? ვაფშე ქვეყნიდან იქნება მოხეულიყო? აუჩემ ნახავ რა, სულ საფლავში ჩავყვე, მაინც ნახავ.